გამარჯობა, ეს არის პოდკასტი აი გამოსავალი. მე მანჩო ხოხობერიძე ვარ და დღეს შევეცდებით, რომ სტუმართან ერთად მოგიყვეთ, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ან შევამსუბუქოთ მაინც ნარკოდამოკიდებულების ძალიან მწვავე პრობლემა. შეგახსენებთ, რომ ამ პოდკასტის მიზანია გესაუბროთ არამხოლოდ პრობლემებზე და ასე ვთქვათ, დაგაშვინოთ და დაგთრგუნოთ მძიმე ფაქტებით, რაც შეიძლება ახასიათებდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკას, არამედ დაგანახოთ გამოსავლის გზებიც, რომელიც შეიძლება ახლა თქვენს ხელში არ არის, მაგრამ ის მაინც გეცოდინებათ, რა ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოთ თქვენს მიერ დაქირავებულ ხელისუფლებებს. დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი ზურაბ სიხარულიძე. დიდი მადლობა თქვენი დათმობილი დროისთვის და არც ისე პოპულარულ და კომფორტულ თემაზე ჩვენი საზოგადოებისთვის სასაუბროთ. ბატონი ზურა არის ექიმი ნარკოლოგი და სამედიცინო ცენტრ ურანტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის პროფესორი ასევე და დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან ბევრი აქვს ამ პრობლემაზე ნაფიქრი და იმაზეც თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს და უკეთესობისკენ შეიცვალოს არსებული სიტუაცია. ისე ოპტიმისტურად დაიწყეთ, რომ მეც დავიჭერე, რომ მოგვარებადია ეს პრობლემა. ალბათ მოგვარებადი ალბათ არის მოგვარებადი არის ნების რა თქმა უნდა მოგვარებადია ხა ეს ხუმრობა იყო ოღონდ ამისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო იმისაც რომ ეს მოგვარდეს პირველ რიგში ჩვენ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს იმ ადამიანების მიმართ ვინც მოიხმარს ნარკოტიკს და პირველ რიგში დავინახოთ ეს ადამიანები რომლებიც მოიხმარენ იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ამ ქვეყანაში რომ ამ ადამიანებს ვერ ხედავს ვერავინ. ხედავენ მხოლოდ მარტო მაშინ როცა იჭერენ და ისიც არის ყოველთვის კრიმინალი ეს ადამიანი და არასოდეს მის პრობლემაზე არავინ არ საუბრობს. და მოგვარება ამ პრობლემის შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ დავინახავთ პრობლემას, გავაანალიზებთ ამ პრობლემას. მიუხვდებით, სად ვართ, რას ვაკეთებთ და მერე უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ რაღაცა გარკვეულ გზებზე, რომელიც ჩვენ ქვეყნისთვის მისაღები იქნება, ჩვენი მენტალობისთვის მისაღები იქნება. და არის რაღაცები, რაც არ არის მისაღები, დაუშვათ. და მეც ვეთანხმები რაღაცეებში ადამიანებს, რომელიც თვლიან, რომ რაღაცები არ არის მისაღები, მაგრამ ის რომ ადამიანი არ უნდა მალავდეს ამ პრობლემას, რომელიც აქვს, ეს არ არის ჩემს მისაღები. მთელი საზოგადოება დღეს მიმართულია იმისაკენ, რომ ეს პრობლემა არ დაინახოს. და გვაქვს ლოზუნგები, დავამარცხოთ ნარკომანია, ავგრძალოთ ნარკოტიკები, ყველა ნარკოტიკი უნდა აიღეთ ნებისმიერი პოსტი, რომელიც კი ამ თემას ეძღვნება და უზარმაზარი კომენტარები, რომელიც ყველა კომენტარი წერიათ, ავგრძალოთ, დავიჭიროთ ყველა ციხეში და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოების დაკვეთაც არის ესეთი. სამწუხაროდ. ბატონო ზურა, თქვენ ახსენეთ პოსტები და აი ბოლო დროს განსაკუთრებით თქვენც ალბათ შეგიმჩნევიათ, ბევრჯერ წააწყდებით სოციალურ ქსელში, ესეთ სიტყვებს იყენებენ ნარკოდამოკიდებულების შეფასებისას, რომ საგანგაშო სიტუაცია, შემაშფოთებელი, კრიტიკული, აი თქვენ როგორც სპეციალისტი და ამ სფეროში კარგად ჩახედული, აი ამ სიტყვებს რამდენად გამოიყენებდით რეალურად რომ დაგვანახოთ? უარი სიტყვებს გამოვიყენებდი სამწუხაროდ. რამდენად რთულ დღეში ვართ, მოკლედ ეს წლებში არ იყო ესეთი რამე, როგორც არის დღეს. სამწუხაროდ. იმდენად საგანგაშო არის სიტუაცია, იმდენად უკონტროლოა ნარკოტიკი დღეს ქვეყანაში და ისეთი ნარკოსცენა, რომელიც არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა. იმდენად ხელმისაწვდომი გახდა ნარკოტიკი დღეს საქართველოში, როგორც არასოდეს არ ყოფილა. და ამის გარდა გაჩნდა ისეთი ნარკოტიკები, რომელიც არ იყო არასოდეს დამახასიათებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და ზოგადად ჩვენი მომხმარებლისთვის, რაც არის ძალიან საშიში. ახალი ნივთიერებები, უცნობიც და ისეთი ნივთიერებებიც ნაცნობი, რომელიც არ იყო პოპულარული საქართველოში საბედნიეროდ და უბრალოდ გაჩნდა ესეთი. ხა არაფერი დასამალი არ არის, მაგალითად კოკაინი, რომელიც არ იყო საქართველოს დამახასიათებელი. ისე შემოვარდა ახლა ჩვენთან, რომ ისეთი რაოდენობები ამოაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აი კატასტროფული მდგომარეობა.
ძალიან შემაშფოთებელია, ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ ესე შეშფოთებულები, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე რაღაცა სტაბილიზაცია მაინც იყო. აი, დაუშვათ, კი, კანონი იყო მკაცრი, რაღაცაები იყო მკაცრი, ნარკოსცენაც იყო არეული, მაგრამ de facto სიტუაცია სტაბილიზდა შედარებით. ანუ რაღაცაი ბოლო წლებია, რაც ომი დაიწყო უკრაინაში და რაც დიდი მიგრაცია დაიწყო ქვეყანაში, სიტუაცია ძალიანაირია. ეს ჩანს ბოდიში, ეს ჩანს რიცხვებში, იცით თქვა რომ ამბობთ რომ კატასტროფულია მდგომარეობა, აი რა შეგვიძლია ვთქვა დინამიკაში მზარდია. აი, ავანებოთ თავი ყველაფერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავანებოთ თავი, ეს არის ოფიციალური მონაცემები, მე არ გეუბნებით შავ ბაზარზე, რომელიც არავინ არ იცის, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. არც ამდენი ამოღება ყოფილა არასოდეს, არც ესეთი რაოდენობები არ ყოფილა და არც ესეთი ხალხი არ დაუჭერიათ არასოდეს. 80% არის უცხო ქვეყნის ვიღაც მოქალაქეები, ირანი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დამძიმდა ომთან დაკავშირებით, როცა ძალიან ბევრი ადამიანის, ასე ვთქვათ, მიგრაცია მოხდა და გაჩნდა ისეთი ხალხი, რომელიც ზუსტად ესეთი ტიპის ნარკოტიკებს ხმარობენ, რომელიც დამახასიათებელია დიდი მეგაპოლისებისთვის, მაგალითად მოსკოვისთვის, პეტერბურგისთვის, კიევისთვის. ანუ ეს ნარკოტიკი მათთვის დამახასიათებელია, ძირითადად ეს არის ადამიანები ახალგაზრდები, რომლებიც არიან 25-დან 35 წლამდე. აბსოლუტურად დახურული ის არის პოპულაცია, რომელშიც ვერავინ ვერ შეაღწია ჯერჯერობით, ვერც ერთმა ორგანიზაციამ, ვერც ერთმა ექიმმა, ვერც ერთმა ვერავინ ვერ შეაღწია, ანუ ეს დახურული პოპულაციები და ვიგებთ ამას ყველაფერს თვითონ მათი მერე პოსტებიდან Twitter-ზე, ან Twitter-ი ხარ არის ესეთ პოპულარული ხო საქართველოში, მათთვის ეს ძალიან პოპულარულია. და ვიგებთ რა ხდება რეალურად აი ამ ასე ვთქვათ პოპულაციაში იქ რაღაც სასწაულები იწერება საქართველოს. რა როგორი ასე ვთქვათ ზოგადად სიტუაცია აი ამ პოპულაციაში. რა თქმა უნდა, ხა ისინი არიან ახალგაზრდები, მოთხოვნა არის მაღალი და შესაბამისად მოთხოვნა როცა არის მაღალი, იქ ერევა გარკვეული პროცენტი საქართველოს მოქალაქეებისაც, რა თქმა უნდა. და შესაბამისად ხდება ესეთი ტიპის ნარკოტიკების გავრცელება. პლუს ამის გარდა არის 4 მარკეტპლეისი მუშაობს საქართველოში უზარმაზარი, რომელიც ყიდის ამ დარკნეტში ნარკოტიკს და საკმაოდ დიდი რაოდენობა, ხა რომ დათვალოთ რაოდენობა მარკეტპლეისების ბით განთავსებული ნარკოტიკების დღეს აი ბაზარზე შეიძლება დაახლოებით თბილისში დავთვალოთ სადღაც 5-6 კილო ნარკოტიკი არის დამარხული. რომელიც ანუ ეს არის დამარხული, რომელიც უკვე იყიდება და მანამდე კიდე რამდენია დამარხული, კაცმა არ იცის. ნუ ხა გუშინ მაგალითად მე შევესწარი, სასაფლაოზე ვიყავი, ჩემი ძმის რაღაც ის იყო და ნუ აი გაურკვეველი ადამიანები ტრიალებს სასაფლაოზე, საერთოდ რა არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ სასაფლაოსთან. ან დამდებები არიან, ან ამღებები არიან. უფრო დამდებები იყვნენ ბევრი, იმიტომ რომ რაღაც ისეთი დრო იყო, როცა ხალხი ნაკლები იყო. ანუ ხელმისაწვდომობა, ნარკოტიკის სახეობა, მომხმარებლის ასაკი, ყველაფერი შეიცვალა, რაც ქმნის კატასტროფულ მდგომარეობას. ოღონდ შეხედეთ კიდე რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, ის რომ ეს არის ადამიანები, რომლებიც არ თვლიან, რომ ეს ნარკოტიკი არის პრობლემა. ეს არის ადამიანები, რომლებიც აი ვიღაცა მეკითხება, მომართვიანობა გაიზარდა თუ არ გაზრდილა მომართვიანობა, იმიტომ რომ ეს ხალხი არ მოდის. ეს ხალხი მოდის მხოლოდ მაშინ, როცა უკვე არის ძალიან მძიმე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ან ნარკოტიკის, როცა უკვე არანაირი შანსი არ არის და ჭირდება 3-4 წლიანი, ან უფრო მთელი ცხოვრების მანძილზე lifetime-ის იმაზე მკურნალობა. შესაბამისად, ამის მხრივ ვართ მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს ქმნის ძალიან დიდ ზიანს. ზიანი არის კრიმინალი, ზიანი არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ზიანი არის ზედოზირება, ზიანი არის ახალი ნარკოტიკი, ზიანი არის
სოციალური პრობლემები, ფსიქოლოგიური პრობლემები, დისკომფორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კატასტროფა. ადრე ჩვენ ვიცოდით, რას ვებრძვით. ასე ვთქვათ, ვებრძვით. ანუ ვიცოდით, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვიცნობთ ქართულ მომხმარებელს. ვიცნობდით. და ვიცოდით, როგორ უნდა მოგვიარა მისთვის. ეხლა არ ვიცით, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა კატეგორია, სხვა მენტალობის, სხვა ასე ვთქვათ, ღირებულებების, რომელიც ჩვენთვის დღეს აბსოლუტურად გაურკვეველია. და პლუს ამის გარდა არანაირი მექანიზმი სახელმწიფოში არ არსებობს, რომ ეს სიტუაცია გავაკონტროლოთ. ამაზე მინდა რომ გკითხოთ, თქვენ ახსენეთ, თქვით, რომ უფრო მძიმე სიტყვასაც გამომიყენებდიო და რაღაც კატასტროფული ვითარება და აი ალბათ არავის გაუკვირდება, ეხლა ვინც გვისმენს ან გვიყურებს, რომ ეს ალბათ არ არის ახალი ამბავი, რომ სასაფლაოებზე რა ხდება, უბნებში რა ხდება, სადარბაზოებში რა ხდება, ეს ალბათ ყურმოუკვრით ყველას გაგვიგია. გასაგებია რომ თქვათ ვაღიაროთ და დავინახოთ პრობლემა, მაგრამ აი როგორ შეიძლება რომ ამას ვუშველოთ მოკლე ან გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ რა სახელმწიფომ რო უშველოს. რა არის ამ შემთხვევაში, როგორ ნაწილდება როლები, თუ გიფიქრიათ ამაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ, ხო? ძალიან მაღალი. საზოგადოების დაკვეთას ასრულებს სახელმწიფო. ამდენი წელი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის არსებობა ქვეყანაში ეს იყო საზოგადოების უმეტესობის დაკვეთა. როცა 80% საზოგადოების ითხოვს დაიჭირეთ, დააპატიმრეთ, რა თქმა უნდა, პარტიები, რომლებიც არიან სათავეში და აპირებენ, ასე ვთქვათ, მმართველობას, ისინი ამ დაკვეთას ასრულებენ. იმიტომ რომ თვლიან, რომ საზოგადოებისთვის ეს არის საჭირო. საზოგადოება ვერ ხვდება და ეს არის იმის გამო, რომ დღეს აქტიური ნაწილი საზოგადოების, ანუ კრიტიკული მასა, ასე ვთქვათ, საზოგადოების დღეს არის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ საბჭოთა კავშირში. და აქვთ საბჭოთა კავშირის მენტალობა და თვლიან, რომ ნარკომანი არის დამნაშავე და ვერ ხედავენ იმის იქეთ არაფერს. იმიტომ რომ მათ თვალწინ ხდება, რაღაცა იქ მოიპარა, დაიჭირეს, ნარკომანია, ოჯახი ააწიოკა, ცოლი მოკლა, მოკლედ ხვდებით, ხო? ანუ ეს სიტუაციას ხედავენ, ხო? ანუ გვერდზე, მეზობელთან, საკუთარ სახლში, ანუ პრობლემა და საზოგადოება ვერ ხვდება, რომ ამ პრობლემა ესე არ მოგვარდება. ანუ თუ მათ არ დაანახა სახელმწიფომ სწორი გზები პრობლემის მოგვარების, ხო? რა თქმა უნდა, საზოგადოება ყოველთვის იტყვის, რომ მე ეს დამანახებ ამ პრობლემას. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, ხო? ანუ ესე თვლის საზოგადოება სამწუხაროდ და ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ოღონდ იმის უკან ვერ ხედავს, რომ ყავს 50,000 ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი. ყავს უამრავი ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, ყავს უამრავი ადამიანი, რომელიც მოიხმარს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, აფთიაქო ნარკოტიკს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი არა, ამ ძიმებ სიტუაციას, ესია რა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არსებობენ მომხმარებლები, რომელსაც შეიძლება აბსოლუტურად არანაირად არ ჭირდებოდეთ დახმარება, უბრალოდ ჭირდებოდეთ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, რომ ის დღეს ნარკოტიკი, რომელსაც შენ ყიდულობ, მაგალითად როგორც MDMA-ის, შეიძლება ერთ სწორზე აწონონ მეტადონი და MDMA-ი და ერთი პატარა კრისტალი მეტადონის რო გაერიოს ამ MDMA-ში და შენ ეს მოიხმარო, მოკვდები. იმიტომ რომ იმასაც ვერ შეხედეთ ზოგადად, მე იმასაც ვერ ხვდები, რატომ უნდა გაურიო დაუშვათ MDMA-ში მეტადონი, ხო? ანუ ხო იცი, მაგრამ ის ვინც ურევს იმანაც არ იცის, ხო? ის არის უბრალოდ შემსრულებელი, იმას უთხრეს ესე უნდა დააფასოვო, ესე უნდა არც იცის რა არის შეიძლება. ბატონო ზურა, ნახეთ, სწორი გზებიო ახსენეთ თქვენ. აი, რაღაცნაირად პუნქტობრივად რომ გავყვეთ, მესმის რომ ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ აი, რომ წარმოვიდგინოთ იდეალური შემთხვევა, ხო, აი თქვენ მაგალითად დაგიბარეს და გითხრეს, რომ აი რჩევა სჭირდებათ სპეციალისტისგან, იწყებენ რაღაც მასშტაბურ რეფორმას. აი, ნაბიჯ რა არის გასაკეთებელი, მოკლე და გრძელვადიან. აღიარეთ ეს ყველაფერი არსებობს. არა ესეთი დავუშვათ 100%-იანი, მაგრამ არსებობს ქვეყნის სტრატეგია, ნარკოსტრატეგია 2030 წლამდე,
რომელზეც ბევრი წელი ვიმუშავეთ, ბევრმა სპეციალისტმა, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამინისტროებმა და ეს იყო, ასე ვთქვათ, ის, რაც შეიძლებოდა ქვეყანაში გაკეთებულიყო. ეს არ არის ლითონის სიტყვები, ანუ ის იყო ის, რაც შეიძლებოდა გარკვეული, ასე ვთქვათ, და მიგვეღო რაღაცა შედეგი. ანუ რა არის მთავარი? პირველი რაც უნდა ვქნათ, უნდა შევამციროთ მოთხოვნა, ხო? მოთხოვნას როგორც კი შევამცირებთ, შემცირდება მიწოდება. როგორ უნდა შევამციროთ მოთხოვნა? უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს არალეგალური ნარკოტიკი. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ოპიატს, ხო? უნდა ჩავრთოთ ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში და შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ მათ უნდოდეს ამ პროგრამაში ჩართვა და ეს არ იყოს სამარცხვინო, სასირცხვილო და აი შენ მეტადონში ყო ასე არ გეძახოს ვიღაცამ, ხო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დღეს მძლავრი მექანიზმი მსოფლიოში, რომ არალეგალური ოპიატი არ გაიყიდოს. მეორე გზა ეს არის ადამიანები შევამციროთ ზიანი, ხო? ანუ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ არ მოკვდნენ. თუ მოიხმარენ ნარკოტიკს, ეცადონ, რომ ეს მოხმარება იყოს უსაფრთხო და მოვახდინოთ გარკვეული ნარკოტიკების, ეხლა შეიძლება ვიღაცები გამომეკიდონ ქუჩაში და ქვები მესროლონ, მაგრამ გარკვეული ნარკოტიკების ლეგალიზება. მაგალითად, მარიხვანის, რომელიც დღეს საქართველოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოხმარებად ნარკოტიკულ საშუალებას. ლეგალიზაცია არ ნიშნავს ქაოსს. ლეგალიზაცია არის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნივთიერების გაყიდვას იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ჭირდება. ის არ მიყიდის ადამიანს, რომელიც არის როგორც ალკოგოლი არ უნდა გაიყიდოს 18 წლის, ისე არ უნდა გაიყიდოს ალკოგოლი მარიხვანა 18, ანუ იმ ზღვარს, რომელსაც ჩვენ დავადგენთ. არ უნდა გაიყიდოს ყველგან, უნდა იყოს რაღაც სპეციალიზირებული ადგილები, უნდა იყოს ეს ადამიანი კონტროლირებადი თავის მოხმარებაში, რითიც ჩვენ დავამარცხებთ შავ ბაზარს. მეორე მოვახდენთ კონტროლს ამ ადამიანების, იმიტომ რომ ესენი იქნებიან ზრუნვის ქვეშ და შესაძლებელია რომ ესიც არის ერთგვარი ჩანაცვლება, ანუ სამედიცინო მარიხვანის გაყიდვა არის ერთგვარი ჩანაცვლება. როცა შენ გაგამხელა პრობლემა და ხედავ რომ ყოველი მეორე ეწევა მარიხვანას, ხო? და შენ თვლი რომ ეს პრობლემა არის, მაგრამ ვერ ხედავ. მაგრამ ხედავ რომ ამოიღეს 5 ტონა მარიხვანა, იქ ვიღაცამ დათესა, აქ ვიღაცამ დათესა გიბრიდი, რომელშიც ან დისტილატი, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის უზარმაზარი რაოდენობით, ხო? 30 და 35%-ს აღემატება, ხო? რატო ნიდერლანდებს ნაკლებად უყვარს თავისი მოსახლეობა, ან ფრანგებს, ან ინგლისელებს, ან კანადელებს და არა დაიხოცეთ ყველაო ეუბნებიან, როგორ ფიქრობთ? ხო? ანუ აკეთებენ იმისთვის, რომ ზიანი შემცირდეს, რომ სახელმწიფომ შეძლოს კონტროლი. თამბაქო ბევრად უფრო მძიმე ნარკოტიკია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი კვდება თამბაქოსგან. თქვენ რომ ამოიღოთ დღეს სტატისტიკა, რამდენი ავტოავარია მოხდა ალკოგოლის ზემოქმედების ქვეშ და რამდენი ავტოსატრანსპორტო, რამდენი გაუპატიურება, რამდენი ძალადობა და რამდენი ის მოხდა არაფხიზელ მდგომარეობაში ალკოგოლის ზეთ, ახლოსაც ვერ მივა მარიხვანა მათთან. დიახ. ამიტომ როცა შენ ხედავ, რომ ქვეყანაში არის ესეთ სიტუაცია, არაკონტროლირებადი, მბძინვარებს შავი ბაზარი. ხო უნდა მიხვდე რომ რაღაცა უნდა გააკეთო, ხო? აი შემდეგი ნაბიჯი რა არის, რომ გავყვეთ აი ეს რაღაცნაირად პუნქტებად და ჩვენ ხო და პლუს მე ვამბობ, კურნალობა არის ზიანი შემცირება, არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი. კურნალობა და რეაბილიტაცია. ანუ არიან ადამიანები, ბევრი საფეხურია, შეხედეთ. ქვეყნებმა, რომელმაც დღეს რაღაცა დონეზე მიაღწიეს სტაბილიზაციას,
ყველამ გაიარა ეს გზა. ანუ გადაწყვიტეს ჯერ გავიდნენ ქუჩაში და ეს ადამიანები ჩათვალეს რომ არ უნდა დავიჭიროთ და უნდა უთხრათ რომ ნუ გეშინიათ მოდით აგერ მე შპრიცებს მოგცემ და გაიგე. ოღონდ აქ ნუ გაიგეთებ რა პარკში მოდი აგერ ჩემთან არის სპეციალური ოთახები ინიექციის მოდი აქ გაიგეთე აქ არავინ არ დაგიჭერს შენ. მიიყვანეს ამ ოთახებში აქ დაუწყეს დაბანეს აჭამეს საბუთები გაუკეთეს ყველანაირი იურიდიული დახმარება გაუწიეს ამ ადამიანებს დაელაპარაკენ ბავშვი დაიტოვეს სამსახური დააწყებინეს მიიყვანეს მე უცხეს მოდი ახლა შენ ნუღა გაიკეთებ მოდი ჩანაცვლებაში შედი რა მოდი აბა ცადოთ იქნებ მოგეწონოს და აღარ მოგიწევს თქვა ამ ბარიგებთან სირბილი და არც ფული შოვნა არც კრიმინალში მეორე საფეხურზე აიყვანეს სადაც ეს ადამიანები მა დაიწყეს ჩანაცვლებით თერაპიაში მკურნალობა მე რაღაცა გარკვეული პერიოდის მიმართ ეს ადამიანები სოციალურად ადაპტირდნენ ოჯახები შექმნეს ბინა გაუკეთეს რაღაც ანუ ბენეფიტები მისცეს აი შენ კარგად იქცევი არ გაგაქვს წამალი არ ყიდი არ იკეთებ ქუჩაში ნარკოტიკს მოდი მე სახლში გაგატან შენ რაღაცა რაოდენობას ჩამაცვლებელი პრეპარატი შევხედავ შენ გაყიდე არ გაყიდე რა ქენი ხო არა ეს გამოფხიზდა ეს ტიპი და მე უკვე გადაყავთ ბოლო ეტაპზე ეხა დავანებოთ თავი მოდი ამ ნარკოტიკს ხო ეხლა მოდი შევიდეთ უკვე დეტოქსის პროგრამაში, მე რეაბილიტაციაში, იმიტომ რომ შენ უკვე მზად ხარ იმისთვის, რომ ხიზლად იცხოვრო. ეს გააკეთა ყველა ქვეყანამ. შეიძლება პროცენტული რაოდენობა ამ ადამიანებს არ არის დიდი, მაგრამ ეხლა როცა შენ 10-15%-ს სრულ რემისიას მიაღწევ, მე არ ვამბობ 1 წლიან 2 წლიან, სრულ რემისიას მიაღწევს, ეს ძალიან დიდი შედეგია ქვეყნისთვის. როცა შენ 40% 25-დან 30%-მდე ინტრავენური ნარკომანი გეყოლება ჩანაცვლებით თერაპიაში, ეს ნიშნავს იმას, რომ 35,000 ადამიანი არ ყიდულობს ქუჩაში არალეგალურ ბინძურ ნარკოტიკს და არ მოკვდება. არ გაავრცელებს ინფექციას. არ იქნება საშიში კრიმინალი. არაფერს არ დააშავებს. პირიქით ის შენი საზოგადოების წევრია, რომელმაც ეს უნდა ყველაფერი აკეთოს. ამიტომ ეს არის აი ესეთი გზა, რომელიც უნდა გავიაროთ. რაც შეეხება წინასწარ ჯერ კიდე რა შველის, ეს არის რომ ჩვენ არ გვყავს ქუჩის ნარკომანები. მაგრამ მალე ძალიან მალე გვეყოლება. ძალიან მალე გვეყოლება. იმიტომ რომ უკვე მივედით იმ სტადიაზე, როცა ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ და ეს ადამიანები აუცილებლად არჩევიან ქუჩაში, იმიტომ რომ უკვე ოჯახები ვეღარ უძლებენ ამას ყველაფერს. ჯერჯერობით ეს ოჯახური რაღაცა მოვლა ამ ადამიანების არსებობს და ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ. თუმცა ვხედავთ უკვე პარკებში, ქუჩებში ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, ხო? ანუ მივდივართ ნელ-ნელა აქამდე. და თუ ჩვენ ამას რაღაცნაირად არ აღვუდექით, ხო? და ვიმე არა, ჩემ ოჯახში ეს არ მოხდება. ხო? ან როცა ადამიანი გარდაიცვლება ნარკოტიკით, სულ რო 100%-ით ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკით გარდაიცვალა, უამრავ ძალიან ბევრ მითს მოვიგონებთ, რომ ის ნარკოტიკით არ გარდაცვლილა, ხო? და რაღაცნაირად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და რაღაცნაირად რომ არა ინფარქტით მოგვდა. თუმცა ეს ალბათ საზოგადოებაში რატომაც არის ეგ მიდგომა, არის იმ რაღაცა წლების თვითონ პოლიტიკის შედეგიც, რომ ეს მუდმივად დასჯაზეა ორიენტირებული და არა რაღაც მკურნალობაზე. შეხედე და თუ არ შეიცვალა ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ეს არაფერი არ მოხდება. ის ადამიანი არ მიიტანს შპრიცების გაცვლის პროგრამაში და დააგდებს აუცილებლად სადარბაზოში, ან იქ სადაც გაიკეთებს, იმიტომ რომ მას შპრიცთან ერთად გადაადგილება ეშინია, იმიტომ რომ 8 წლით წავა ციხეში, ან 12 წლით. ამიტომ ის აუცილებლად დააგდებს პლაჟზე, ქუჩაში და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვექნება პირველად ანუ ინიექციის, უსაფრთხო ინიექციის ოთახები, იმიტომ რომ იქ აუცილებლად ეხა ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებთან დგას 5-6 ეკიპაჟი კრიმინალური პოლიციის. რო ელოდება პაციენტი გამოვა და
ყველას კი არ იჭერენ, მაგრამ რაღაცა ესეთი ვითომ კონტროლი არის, ხო? რომ იმან არ გამოიტანოს პრეპარატი. ამიტომ ჩვენ პირველი ჩვენი ამოსავალი წერტილი არის კანონი. კანონი თუ არ შეიცვალა, არაფერი არ მოხდება. კანონი უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს გარკვეული ნივთიერებების დეკრიმინალიზაცია, უნდა მოხდეს სერვისების განვითარება. დღეს სერვისები რაც არის, აი, როგორ გითხრათ, 50%-ით მუშაობს ეს სერვისები. სახელმწიფო აფინანსებს ძალიან ცოტას და ძალიან, ესე ვთქვათ, ერთადერთ ჩანაცვლებას აფინანსებს თლიანად. თუმცა და დეტოქს ძალიან მცირე რაოდენობით, რეაბილიტაცია არ არის, ზიანის შემცირება ჯერჯერობით ისევ გლობალური ფონდი აფინანსებს. ალბათ გააჩნია როგორ უნდა შეიცვალოს კანონი ამასაც. აი ამ ახალ ამბავზეც მინდა რომ აუცილებლად გკითხოთ, იცის ალბათ ეს უკვე აღარ არის ახალი ამბავი ჩვენმა მაყურებელმა, რომ დაანონსდა ეს კანონის გამკაცრება, შევიდა 3 სხვადასხვა კანონში ცვლილებები და გაიზარდა როგორც სასჯელის ზომა, გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და ასევე რაღაც იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა დაიწყონ იძულებითი მკურნალობა, სავალდებულო მკურნალობა. აი თქვენ როგორც ექიმს მინდა რომ გკითხოთ, საერთოდ ეს ორი ცნება რამდენად შეთავსებადია ამ შემთხვევაში ერთმანეთს და რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს გამოსავლის გზად, როცა ადამიანს პარალელურად ეუბნები სისხლის სამართლის დამნაშავეს, პარალელურად სავალდებულო მკურნალობას უწესებ, რამდენად თქვენ თუ გიფიქრიათ ეს მოიტანს რეალურ შედეგს ამ მე მინდა გკითხოთ ერთი რაღაც. ჩვენი კანონმდებლები, როცა შემოქონდათ ეს კანონი, ამბობდნენ, რომ ანტიქართული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა იყო ქვეყანაში. თქვენ თვლით ეს? ფსევდოლიბერალურიო, ესე თქვეს. იყო? მე სამწუხაროდ მე ვერ გიპასუხებთ ამ შემთხვევაში, მაგრამ როცა 30 პასუხოს კომენტარებში. 30 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში ყოველ ჯერზე მოხდა კანონის ასე ვთქვათ, გამკაცრება. ის რაც მარიხუანას ეხება, ეს არ იყო სახელმწიფოს მოთხოვნა, ეს იყო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და სახელმწიფო იძულებული იყო, რომ საკონსტიტუციოს ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება გაეთვალისწინებინა, თორე სახელმწიფო ამას არასოდეს არ იზამთრა. როცა შენ 30 წლის მანძილზე ამკაცრებ კანონს, ცვლი, ანუ არაფერი არ იცვლება. კანონის სტრუქტურა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, უბრალოდ ხდება 12 წელი გახდა 13, 17, 17, 17, 18 და ასე არაფერი არ იცვლება. 500 ლარი გახდა 2000 ლარი, 2000 გახდა 3000 და ნუ სიტყვაზე. როცა შენ ამდენ წლის მანძილზე გაქვს ესეთი კანონი, ამკაცრებ და რაოდენობა მომხმარებლის არის გაზრდილი, კრიმინალი არის გაზრდილი, ნარკოტიკების ამოღება არის გაზრდილი. ხომ უნდა დაფიქრდე რომ არ მუშაობს. ხომ უნდა გაანალიზო ეს ყველაფერი. ხომ უნდა ჩაატარო კვლევა, რომ აი, რამდენი კაცი დავიჭირეთ. ეს რამდენი კაცი რომ დავიჭირეთ, მე რომ გამოვიდა ეს რამდენი კაცი გააგრძელა ნარკოტიკის მოხმარება, თუ რა ქნეს დაანებეს და ფრთები ამოუვიდათ. ან რამდენი კაცი რომ გამოვიდა სიხიდან, რამდენი ზედოზირება მოხდა მერე, როცა შენ იძულებითი რემისია შეუქმენე ამ ადამიანებს ციხეში და იქ არანაირი დახმარება არ გქონდათ. ამიტომ შეხედეთ, მე ვერ ვილაპარაკებ ამაზე, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არ არის ლოგიკური და არანაირი სამეცნიერო დასკვნებზე არ არის დაფუძნებული და არანაირ კვლევაზე არ არის დაფუძნებული, იმიტომ რომ რაღაცას რო ცვლი, უნდა შეცვალო ისე, რომ გაიარო გარკვეული ანალიზი, გარკვეული წლების და თუ ნახავ, რომ თურმე ეს კაი ყოფილა და მოდი ცოტა უფრო ან 30 მყავდა და 15 გამიხდა და მოდი კიდე გავამკაცრებ, იქნებ 10 გამიხდეს, კი ბატონო, მაგრამ როცა 30 ყავდა და 50 გაგიხდა და ზედოზირება 5 გქონდა და 50 გახდა ზედოზირება, ანუ არ მუშაობს, ხო? ხო, რა ვიცი, მე ელემენტარული მგონია ეს ყველაფერი. ბატონ ზურა, აი ამ ტიპის ამაზე მინდა რომ მაინც კარგად განვმარტოთ. სავალდებულო მკურნალობის პრაქტიკა თქვენ თვითმენიათ თუ არის სადმე სხვა ქვეყანაში თუ ჩვენი რაღაცა ის არის? ბელორუსში, ჩინეთში. დიახ. ვიეტნამში, თუმცა ვიეტნამმა უკვე ვარი თქვა.
და არის სავალდებულო მკურნალობა, სავალდებულო არა, იძულებითი მკურნალობა და სავალდებულო სხვადასხვა რამეა. იძულებითი, როცა არის ორმაგი დიაგნოზი. მან აუცილებელია იძულებითი მკურნალობა, იმიტომ რომ პაციენტი მაგ დროს ვერ აღიქვამს, ანუ არ არის ადეკვატური. საფრთხეა თავისთვის და საზოგადოებისთვის, ეს არის იძულებითი მკურნალობა, როცა და ყველა ბევრი ქვეყანა ამას იყენებს და ჩვენც ვიყენებთ, თუმცა ფსიქიატრიულ პრაქტიკაში, ნარკოლოგიაში იძულებითი მკურნალობა არ არის. თუმცა დღეს ყველა უფლებად დამცველი, ყველა ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც იცავენ ადამიანების უფლებას, თვლიან, რომ არ შეიძლება იძულებითაც მაინც მკურნალობა. მაგრამ მე ვთვლი, რომ იძულებითი მკურნალობა გარკვეულ შემთხვევებში, როცა არის ორმაგი დიაგნოზი, როცა არის ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს და აქვს ფსიქოზური აშლილობა და ვერ აღიქვამს და არის საფრთხე მისთვისაც და საზოგადოებისთვის, ჭირდება გარკვეული პერიოდი იძულებითი მკურნალობა. სავალდებულო არის მისი ნების გარეშე. ანუ ადამიანი არის აბსოლუტურად ადეკვატური, არის რეალურად მომხმარებელი და რა თქმა უნდა სავალდებულო მკურნალობა არანაირ შედეგს რა თქმა უნდა არ იძლევა. არსებობს კიდე ერთი ტიპის მკურნალობა, ამას ქვია ალტერნატიული მკურნალობა, როცა შენ თავაზობ ადამიანმა, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ეუბნები, რომ ან მოდი იმკურნალე, ან წავდი ციხეში, შენი გადასა. ოღონდ ციხეში გიმკურნალებ, მაგრამ აქ შენ საერთოდ არ ციხეში არ ჩაგწვა, ანუ ან პროგრამაში წავდი, ან რაღაცაში, ამას ქვია ალტერნატიული მკურნალობა. ოღონდ უნდა დაემქვემდება, რომ ჩემ წესებს. მე როცა გეტყვი უნდა მოხვიდე, მე როცა გეტყვი უნდა ჩამიბარო ანალიზი, მოიხმართვა. ოღონდ დასჯის მიზნით კი არა, უბრალოდ რომ მე გავაკონტროლო, რომ შენ მართლა მკურნალობა უნდა ჩაიეტარო 10 სეანსი ფსიქოთერაპიის და ასე შემდეგ. ანუ ეს ქვია, ამას ქვია ალტერნატიული მკურნალობა, როცა შენ ადამიანს უტოვებ არჩევანის საშუალებას და ეუბნები ან იმკურნალებ, ან წადი მაშინ ციხეში თუ ესე გინდა. ამის წარმატებული მაგალითები გვაქვს სხვა ქვეყნებიდან. არის ბევრი ქვეყნები, სადაც არის პორტუგალიაში მაგალითად აი კომისიები არის, რომელიც მიდის ადამიანი, რომელსაც იქ არის სოციალური მუშაკი, პოლიციის თანამშრომელი, დაუშვათ ექიმი, რომელიც განიხილავს ამ ადამიანის საქმეს თუ იმან დანაშაული ჩაიდინა და ეს მერე ამ კომისიაც ყვითავს ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, ანუ აძლევს რეკომენდაციას, რა უნდა მოხდეს მის, ასე ვთქვათ. და პორტუგალიამ მიაღწია ძალიან დიდ შედეგებს, იმიტომ რომ რეალურად ინფექციის გავრცელება ფაქტიურად არ აქვს, ზედოზირებებით დავიდა ნოლამ. ყველაზე დიდი უბედურება არის ზედოზირება. ყველაზე დიდი უბედურება არის ახალგაზრდების სიკვდილი, უცნობი ნივთიერებებით და ესიც არ აქვს მოგვარებული, იმიტომ რომ დღეს ევროპაში მუშაობს ეგრეთ წოდებული პირველადი შეტყობინების სისტემა, როცა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეხება აქვს ესეთ რაღაცასთან, შეუძლია ამ სისტემაში ატვირთოს, რომ აი ექიმი, ემერჯენსი, ლაბორატორია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ასე შემდეგ ატვირთოს, რომ აი ასეთი სიმპტომები აქვს, შეიძლება უცნობია ნივთიერება და მე რო დღეს მომივა პაციენტი და არ ვიცი რა არის, რომ გავხსნი ამ სისტემას და ვნახავ დაახლოებით რა არის და უკვე ვიცი როგორ შეიძლება დავეხმარო, ძალიან ეხმარება ადამიანებს და რეალურად არის დიდი ნეტვორკი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეკონტაქტებენ. ბატონ ზურა, ამ ერთიანი შეტყობინების სისტემაზე მინდა რომ გავჩერდეთ ცოტა ხანი უფრო კარგად რომ განვმარტოთ. აი, პროცედურულად თქვენც როგორც ექიმს და მომხმარებელს ჯანმრთელობის მხრივ როგორ წაადგებოდათ, რომ აი ვთქვათ წარმოვიდგინოთ ხვალ, რა ვიცი, იდეალურ შემთხვევაში გადაწყვიტეს ჩვენთან, რომ შეიქმნას ეს სისტემა, აიღეს სხვა ქვეყნის რომელიმე კარგი პრაქტიკა და დაინერგა. უნდა ჩავერთოთ იქ. აი, რა მოხდება ამ შემთხვევაში უკეთესობისკენ პროცედურულად რო აგვიხსნათ, მათ შორის თქვენც როგორ გაგიმარტივდებათ საქმე? აი დღეს ემერჯენსში რომ მოხდეს პაციენტი უცნობი ეთიოლოგიის კომით და იცოდნენ რომ რაღაცა ტიპის ნივთიერება მოიხმარა. არანაირი გამოცდილება იმ ემერჯენსის ექიმს არ აქვს როგორ უნდა დაეხმაროს იმ პაციენტს გარდა ზოგადი ასე ვთქვათ ცოდნის რაც აქვს ისედაც ემერჯენსში. ამ სისტემაში შესვლის შემდგომ ის ნახულობს დაახლოებით ესეთ кейს,
რომელიც ამ ბოლო დროს რამოდენიმე ადგილას მოხდა, ნახულობს რა გამოსავალია, რა ტიპის დახმარება, რა ტაქტიკაა, როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რა გამოვლინებებია, რა სიმპტომებია და ესე ეხმარება. ფსიქიატრი, რომელთანაც მოდის ესე ტიპის პაციენტი. მე ვალდებული ვარ, თუ არის ახალი ნარკოტიკული საშუალება, ავტვირთო ეს ამ სისტემაში და ჩემ კოლეგებს გაუზიარო ჩემი, ასე ვთქვათ, დაკვირვება. მე შეიძლება ვერ დავარქვა ამ ნივთიერებას სახელი და უშუალოდ თქვა, რომ ეს არის X რაღაც ნივთიერება, მაგრამ და ახასიათებს პარანოია, ახასიათებს იმის დევნის ბოდვა, ახასიათებს ფოთვა, ფორიაქი, უძილობა, ძლიერი რაღაცა ტკივილები თავის არეში და მსგავსი ეს кейსები გროვდება, ამას სისტემატიზაციას უხდენენ და მე უკვე მიადვილდება მკურნალობის დანიშვნა, იმიტომ რომ ვიღაცამ დაუნიშნა და იცი რა პრეპარატები უნდა დაუნიშნო, იმიტომ რომ ასე შენ მიდიხარ სიბნელეში, სრულში, აბსოლუტურად ბნელ ტუნელში პაციენტთან ერთად და ელოდები სად გამოჩნდება სინათლე. იმიტომ რომ არც პრეპარატები არ აგვაქვს, არც არაფერი არ აგვაქვს და ამიტომ აი მივდივართ ესე პაციენტთან ერთად, ესე გამორიცხვის და იმის ისა და ეს სისტემა ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ გქონდეს თანამედროვე ცოდნა გარკვეული ნივთიერებების, იმიტომ რომ დღეს ნივთიერებები იცვლება როგორც არ ვიცი, აი შეიძლება დღეს არის ერთი, ხვალ 10 ახალი გაჩნდეს იმის მაგივრ. აი დღეს უკვე გაჩნდა უკვე ახალი ტიპის ფენტანილზე უფრო მძიმე ოპიატები, რომლებიც ბევრად უფრო ტოქსიურია, რომლებიც აი ხა რო იყო რამოდენიმე სიკვდილი, დიდი ეჭვი გვაქვს, რომ იყო ეს ვერც ვამბობ სახელს, იზოს ვეძახი მე. ხო და აი ესეთი რატომ რა არის მიზეზი, რის გამოც გაჭირდა რომ ჩავერთოთ ამ ერთიან შეტყობინების სისტემაში. იმიტომ რომ ზოგადად სისტემა არ არის. ზოგადად სისტემა არ გვაქვს. სამსახურსი არ არის. დარგი არის დაანგრეული ფაქტიურად. ანუ არ არსებობს ელემენტარულად დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც მოახდენს ამის სისტემატიზირებას, ამის ასე ვთქვათ, შეკრებას ადამიანების, ცოდნის გაზიარებას და ასე შემდეგ. ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში უნდა გავაერთიანოთ ფსიქიატრია და ნარკოლოგია. რაც არის მთელი მსოფლიოში ერთი დარგი. როგორც ინსტიტუციური, ასევე კანონმდებლობის და ასე ვთქვათ, დახმარების თვალსაზრისით. ელემენტარულად ყველაფერს რო თავი დავანებოთ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, დიდ ქალაქებში უნდა შევქმნათ რამოდენიმე სპეციალიზირებული ემერჯენსი, რომელიც მწვავე ინტოქსიკაციას მოემსახურება, სადაც იქნება ელემენტარული ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, რომელიც განსაზღვრავს რა ნივთიერებაა მოხმარებული. და ადამიანები, რომლებიც იქ იმუშავებენ, ექნებათ ელემენტარული ცოდნა რა ეს არის აი ნახევარ წელიწადში შეიძლება ამის გაკეთება და ძალიან მალე და არსებულ ბაზებზე რომელიც არის. სამი საწოლი უნდა გამოყოს ზოგადმა ემერჯენსმა ამისთვის რა, ოღონდ სპეციფიური რაღაცეები ჭირდება, რაც უნდა იცოდეთ. ეს არის ელემენტარული რაღაცეები. მეორე, ის რომ დავიწყოთ პრევენცია ბაღში დღეს, რომ დღეს ბავშვი, რომელიც შევა ბაღში და არის 3 წლის, სკოლას რო დაამთავრეს, იცოდეს რა არის კეტამინი. იცოდეს, ოღონდ არ არის აუცილებელი იცოდეს კეტამინი და ფენტანილი. იმან უნდა იცოდეს რა არის ჯანსაღის ცხოვრების წესი. ჯანსაღის ცხოვრების წესი არის ჯანსაღი კვება, ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქიკური კომფორტი, ბულინგისგან დაცვა, კომფორტი ფსიქიკური და ფიზიკური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ არის ტარება ფეხბურთზე, მუსიკაზე, ინგლისურზე, ფრანგულზე, ჩინურზე, რუსულზე, ჯუდოზე, ცხენოსნობაზე და ასე შემდეგ. ეს არის ძალადობა ბავშვზე, ტრავმა, რომელსაც მას აყენებ. და ეს ყველაფერი მერე ვლინდება იმაში, რომ ის ეძებს სხვაგან ფსიქიკურ კომფორტს. აი თქვენ ჯანსაღ ცხოვრებაზე რადგან თქვით გამახსენდა რომ ამ მიმართულებით ერთი რესპონდენტი ყავდა ყოფილი ნარკო მომხმარებელი რომელმაც თავის წუხილი
გითხრა, რომ როგორ შეიძლება იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელოვნური სტადიონის გახსნა უბანშიო, როცა მერე ამ სტადიონის გარშემო დამარხული ნარკოტიკების ამოსაღებად მიდიან ადამიანები და ძალიან ემოციური იყო და დაგვამახსოვრდა რაღაცნაირად და ამაზე მინდა რომ გკითხოთ, აი ახსენეთ თქვენ ბაღი, სკოლა, აი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც ესე გაცვეთილი ფრაზა არის, სახელმწიფოს მხრიდან ეს როგორ შეიძლება სისტემატიზებულად მოხდეს. ანუ რა შეიძლება წარმოვიდგინოთ ამაში, რომ აი ჯანსაღი ცხოვრების წესი გავხადოთ პოპულარული ახალგაზრდა თაობაში. შეხედეთ პირველ რიგში სახელმწიფომ ნაკლები ტრავმა უნდა მიაყენოს თავის საზოგადოებას. ეს არის მთავარი ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. ის რაც ეხლა ჩვენ ქვეყანაში ხდება 30 წლის მანძილზე, მუდმივი ტრავმა, მუდმივი გაუჩერებელი ტრავმა, რომელიც სულ მუდმივად ადამიანებს მოყვება და იმიტომ ვართ დღეს ესეთ დღეში. არასოდეს ეს ქვეყანა ბედნიერი არ ყოფილა. ან ვიღაცას ვებრძვით, ან ვიღაცა გვებრძვის. ან შიგნით ვებრძვით ერთმანეთს, ან გარედან გვებრძვის ვიღაცა. როცა გარედან გვებრძვის, კიდე კარგად ვართ, იმიტომ რაღაცა ვერთიანდებით, როცა შიგნით ერთმანეთს კლავთ, ჭამთ, ვიჭერთ, რაც გუშინ ხდებოდა გუშინ წინ დღეს 1-5 წლის წინა ხელისუფლების დროს ნულოვანი ტოლერანტობა, ვითომ არ დაჭერები და დღეს ყველას დაჭერა, ეს ხო ტრავმაა. ჩვენ არასოდეს არ ვართ ბედნიერები. ჩვენ ბედნიერები, როცა ოდნავ სტაბილიზაცია ჩვენი, როცა მე არ ვიფიქრებ იმაზე, ხვალ ვინ იქნება თუ არ იქნება. ანუ ჩემთვის თავარია, რომ მე მივიღოს კარგი განათლება, მე მივიღო კარგი ჯანდაცვა, მე მივიღო კარგი სახელმწიფო და მე ვიყო დაცული, რომ მე დამიცავს სასამართლო თუ მე სახელმწიფო დამჭაგრავს, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ მუდმივი სტრესის ქვეშ. ქვეყანა, რომელმაც ვერ 90-იანი საბჭოთა კავშირის დაანგრევის შემდეგ ვერ გაიხარა ვერასოდეს. და ეს არის მიზეზი, რატო ვართ დღეს იქ, სადაც ვართ. რატო გვყავს ამდენი ნარკოტიკის მომხმარებელი, რატო გვყავს ამდენი ალკოგოლიკი, რატო გვყავს ადამიანები ფსიქიკური პრობლემებით, რატო ყოველი მეორეს აქვს დეპრესია და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი მიზეზი. ჯანსაღი ცხოვრების წესი იწყება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური მდგომარეობა. როცა ჰაერი არის სუფთა, როცა არის ჯანსაღი საკვები, როცა არის იმ სტადიონის გარშემო არ სვამენ და არ ეძებენ ნარკოტიკს და ის სტადიონის გვერდზე რო სკამები დგას, ხო, იქ ყოველღამე 20 ლიტრა პივას არ სვამენ, ხო? და ისა რა ქვია და ალბათ ამომედით ითამაშეთ პატარა 5 წლის ბავშვები და მე ისინი სოციალიზაცია რომ მოახდინონ ამათთან, მიდიან რომ მშობლებს ფულს ართმევენ რომ ამათ პივა უყიდონ. ან ნარკოტიკი დაუშვათ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის აქ იწყება პირველ რიგში ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შეცვლის ჯანსაღი ცხოვრების წესს. დღეს ერთმა ფსიქოლოგმა დაწერა ძალიან კარგი სტატუსი, რომ ამდენი ქოუჩები და ისენი და ბულინგზე და იმაზე რომ ლაპარაკობთ და კლიპებს რო იღებთო, დღეს რაც ხდებაო ქვეყანაშიო და რაც ხდებოდაო ამაზე, რატო არაც ერთი არ ლაპარაკობთო. და ლექციებს რო ატარებთ, კურსებს, 700 ლარებს რო იღებთო და 5 ლექცია ბულინგზე და რა მერე. ხო? ანუ სასაცილოები ვართ ხანდახან რა. რაღაცა ეხა იმ დღეს უსმენდი აზროვნების აკადემიაში რაღაც ლექციას. აი, გავიგუდე სიცილით ისეთ რაღაცებზე, როგორ უნდა გაუმკლავდეთ სტრესს. ამ დროს ვიღაცა პოლიციელი გირთხამს თავში ჯოხს. შეიძლება ზოგჯერ სასარგებლო რჩევები მივიღოთ, როგორ გაუმკლავდეთ სტრესს. არა, ვერ მივიღებთ, შეხედეთ, თუ თელი საზოგადოება არ მიხვდება, რომ ეს უნდა დამთავრდეს ყველაფერი და რაღაცა უნდა მივიდეთ სადღაც, სადაც მივიღებთ რაღაცებს, რაც არის სახელმწიფოსთვის აუცილებელი, ან უნდა მივიდეთ ისეთ სახელმწიფოში,
რაღაცა უნდა დამთავრდეს. ბატონ ზურა, აი ბოლო ამბავს რომ დავუბრუნდეთ ამ სიახლეს კანონის გამკაცრებას. ბატონი მამუკა მდინარაძე როცა წარადგენდა ამ კანონს, ძალიან ესეთი ამბიციური განაცხადით იყო, რომ ეს რეალურად გამოიღებს შედეგს და არ გამოივლის დიდი ხანი და მოკლედ ეამაყებათ ეს ახალი რეფორმა. აი ბევრჯერ ვახსენეთ ჩვენ საუბარში ეს დამარხული ნარკოტიკები, რომელშიც ჩართულია რამდენიმე ადამიანი, ხო? ანუ ვიღაცას აქვს мотиваცია რომ ეს გაყიდოს, მერე ვიღაცას მისცეს, ვიღაცა მისიქ დადოს და გაბედოს ეს და არ შეეშინდეს, ვიღაცა მივიდეს, აიღოს, ხამით იქნება თუ თხისით. აი ამ ადამიანების ამერდადებაში რატომ უნდა შეეშინდეს? ამ ადამიანების წინააღმდეგ ეს გამკაცრებული ზომა რამდენად ეფექტიანი გქონიათ? ანუ ეს მათ мотиваციას, მათ ქცევის სტილს, რომ ეს აღარ გააკეთონ, შეცვლის რეალურად? თქვენ შეხება გაქვთ ამ ადამიანებთან ამ გეკითხებით? განცხადების შემდეგ გაჩვენებთ ახალ marketplace-ები, რომელიც რაღაცა მომენტში ცოტა მიჩვენებული იყო, როგორი გააქტიურებულია დღეს. ესკობარის სურათი დღე გუშინ წინ გაჩნდა, უბრალოდ ხა არ მინდა რომ მას ვქნა, პირიქით მოხდა სამწუხაროდ. რასაც ვერ ხვდება ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ და არ არიან ამ სფეროში გათვითცნობიერებული. მე არ ვამბობ, მამკვას და ვიღაცას ყველას აქვს ძალიან კეთილი სურვილი. დამიჯერეთ. არავინ არ არის ისე რომ არ კონდეს კეთილი სურვილი რომ ამ ქვეყანაში ნარკოტიკი არ იყოს. და ადამიანები გადაარჩინონ და ზუსტად ვიცი რომ ყველას ეს რაღაცა დიადი სურვილი აქვს. მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ სიტუაციაში თუ არ ახარ გარკვეული და ამას არ უყურებ, არ აანალიზებ, არ იმაშვების ვერ მიხვდები რა ხდება. დღეს როცა ქვეყნებში შეიცვალა ნარკოტიკის გაყიდვის ანუ გასაღების წესი, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოიფიქრა ეფექტური მეთოდი როგორ უნდა ებრძოლოს. არც ერთმა, ვერც ამერიკამ, ვერც ინგლისმა, ვერც საფრანგეთმა, ვერავინ ვერ მოიფიქრა სამწუხაროდ. მაგრამ ყველამ თქვა, რომ მოდი ჩვენ შევამცირებთ ზიანს, რომელიც ამ ნარკოტიკს მოაქვს. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვებრძვით ვიღაცას ბალიზე როზის ან აქ ჩაის სახლში კომპიუტერთან და ჩვენ გონია რომ ის ეხა იმაზე რაღაცა სამეცნიერო სტატიას წერს, ის შეიძლება იმ marketplace აკონტროლებდეს და იყოს ჩვეულებრივი ბოტი, რომელიც ხვალ თუ იმას დაიჭერენ, ზეგ გაჩნდება 5 სხვა ახალი ბოტი, რომელიც ამას გააკონტროლებს. ანუ ეფექტური მეთოდები ჯერჯერობით სახელმწიფოებმა ვერ მოიფიქრეს. ერთადერთი მოიფიქრეს, რომ მოდი მე აუხსნი საზოგადოებას რა არის. მოდი მე დავარიგებ ნალტრექსონს, იმიტომ რომ და შევქმნი რაღაცა ფორმას, რომ ყველა ჯიბეში ედოს ინტრანაზალური ნალტრექსონი, რომ ქუჩაში რომ ზედოზირება ვიღაცას მოუვა, არ ვეკი აფთიაქში კი არ გავირცევი, მექნება ტრამპმა თქვა, რომ ყველას გედოთ ჯიბეში ნაზალური ნალტრექსონი. ყველა ამერიკელს. ომი ყველამ წააგო ნარკოტიკებთან. არ არსებობს სახელმწიფო, რომელმაც მოიგო სამწუხაროდ ომი ამასთან. შენ პირველი რაც უნდა გააკეთო ის რომ დაასტაბილურო სიტუაცია, ანუ არ მოხდეს ახალი შემთხვევების მომატება, ხო? და ეცადო რომ მაქსიმალურად შეამცირო მოთხოვნა, რომ მიწოდება შემცირდეს. რა თქმა უნდა, ებრძოლო მიწოდებას და ამ ველეშაპს რო ამოუვა ახალი თავი მოკვეთო, ოღონდ სულ უნდა მოკვეთო. ანუ არასოდეს არ უნდა გაჩერდე. იმიტომ რომ იქ ერთს რომ მოკვეთავ, სამი ამოდის. ამიტომ იქ სულ უნდა მოკვეთო. ის კი არა დღეს ახლა კამპანია ჩავატარე და ვიჭირე და 5 თვე და ამავიწყდა. არა, ყოველ დღე უნდა მოკვეთო, იმიტომ რომ ყოველ დღე ამოდის ის ახალი თავი. და ის ახალგაზრდა რომელმაც გადაწყვიტა რომ ეს არის safe ნარკოტიკი, რომ ის არაფერს არ უზამს, შენ უნდა უთხრა რომ ეს ესე არ არის, იმიტომ რომ 10 ნიმუშიდან რომელიც ამოიღეს ეხლა აი ბოლო მონაცემს გეუბნებით 8 იყო დაბინძურებული ფენტანილით. მაგრამ ვინც შეამოწმა იმ 8-ვე მოიხმარა. იმიტომ რომ იმან აი ეს აქ ამ ნარკოტიკს ხვდებით? რომ ის მაინც ჩათვალა რომ არაფერი არ ხდება.
მე შემხვედრია თქვენი პოსტები მათ შორის Facebook-ზე, სადაც აი ღიად მაგალითად დაგიწერიათ რა უნდა გააკეთონ ესეთ დროს, რა უნდა მიიღონ, სად უნდა დარეკონ ზედოზირების თავიდან ასაცილებლად. ეს ძალიან კარგია სპეციალისტის მხრიდან, ხო, მაგრამ თქვენს Facebook პოსტზე ხო ბევრ ახალგაზრდას, ვინც საღამოს გართობის მიზნით ფიქრობს, რომ მოიხმარს ნარკოტიკულებს, არ აქვს ცდომა. ხო, აი ეს როლი როგორ შეიძლება შეითავსოს? პირველი დახმარება, ეს ხო არ არის მარტო ნარკოტიკი. ხელოვნური სუნთქვა, მასაჟი და ადამიანის პირველად დახმარება უნდა ისწავლებოდოს სკოლაში. შეიძლება ბაღის მოსწავლეს არ ასწავლო, მაგრამ თინეიჯერმა უნდა იცოდეს. ელემენტარულად ზღვაში რომ ვიღაცა დაიხჭობა, უნდა იცოდეს როგორ უნდა უშველოს. ხო, ანუ ეს არის ელემენტარული რაღაცეები, ანუ საზოგადოებისთვის საჭირო რაღაცეები. თუმცა ნარკოტიკის შემთხვევაში კიდევ უფრო სპეციფიკურია და კი, მაგრამ ანუ ელემენტარული დახმარება, პირველად დახმარება უნდა იცოდეს ყველამ, როგორ უნდა აღმოაჩინოს. და რაც მთავარია, არ უნდა ვიყოთ გულგრილები ამ სიტუაციის მიმართ და არ უნდა გვეში, აი, რატო არ ეკავენ, რატო იღუპებიან? იმიტომ რომ ეშინიათ, რომ პოლიცია მოვა დაიჭერთ. და ვეუბნები 5 წელი ციხეში ჯდომა ჯობია დღეს, ვიდრე სასაფლაოზე წოლა. იმიტომ რომ 5 წელიწადში გამოხვალ, შეიძლება უფრო მალე გამოხვიდე, ამნისტია შეგეხოს, კარგად მოიქცეან რაღაცა, მაგრამ იქედან ვეღარ გამოხვალ. ეს რო გადატყდეს ეს დამოკიდებულება, რომ ხო, აი შიში რომ გადატყდეს. სტიგმა, პირველი რითიც დავიწყე. პირველი რითიც დავიწყე, ვაღიაროთ რომ პრობლემა არის. ვაღიაროთ რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს გვერდზე. ვაღიაროთ რომ ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების წევრები, რომელსაც აქვთ პრობლემა, როგორც მე მაგ დიაბეტი, იმას აქვს ნარკომანია რა. იმას ჭირდება ეს მკურნალობა, მე მჭირდება ინსულინი, იმას ჭირდება მეტადონი. ამ ეტაპზე ან დეტოქსი, ან ფსიქოლოგთან სიარული, ან რეაბილიტაცია, ან დასაქმება, ან სოციალური პრობლემის მოგვარება. ან დედამისი რო არის იტალიაში და ვერ ხედავს დედამის, ჭირდება ზრუნვა, რა დედამის ჩამოვიდეს და აქ იყოს და იქ არ უაროს მოხუც. ძალიან ბევრი შეიძლება გავაკეთოთ. ტარგეტირებულად თითო ადამიანზე შეგვიძლია გავიგოთ რა ჭირს და რა დახმარება შეიძლება გაუწიოთ მას. თუმცა აღიარებაზე რთულია ალბათ ლაპარაკი, იმიტომ რომ მეც კი როგორც ჟურნალისტსაც კი, რომ მიჩვეული ვართ სერჩვას და რაღაცების პოვნას, გამიჭირდა რომ აი ზუსტი სტატისტიკა მეპოვო, მაგალითად, როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირებით, კონკრეტულად რა ნივთიერებით. ანუ თვითონაც უწერიათ, რომ რაღაცა ეს ზოგადი მონაცემია აიღეს საქსტატის ბაზებიდან და ეს ვერ იქნება ზუსტი, ხო? პირველად შარშან გომელაურმა თქვა, რომ 40 ზედოზირება იყო ქვეყანაში. პირველად და ყველა ესე დავრჩით გაღიმებულები, რომ რა ეს როგორ მოგივიდათ, რომ თქვით. იმიტომ რომ ეს ინფორმაციაც დახურულია. შეხედეთ, ოჯახის პრეროგატივა, კანონია არ იძლევა და აი ამ პირველად შეტყობინების სისტემაში ეს ინფორმაცია უცვლელად შევა და ნარკოტიკით გარდაიცვალა. და გვეცოდინება. პლუს ამის გარდა ყველა ქვეყანაში ტარდება შავი ბაზრის კვლევა. ანუ იღებენ საკანალიზაციო წყლებს და ამოწმებენ მანდ ნარკოტიკის, იმიტომ რომ ყველა ახლა ნარკოტიკის მოხმარების მერე მიდის მერე ტუალეტში, ხო? შესაბამისად იღებენ და ამოწმებენ რა 15-20 ნარკოტიკზე ამოწმებენ და ნახულობენ მაგალითად ტემზაში რა ნარკოტიკია, ხო? და აღმოჩნდება რომ ლონდონში მაგალითად დღეს არის ყველაზე პოპულარული კოკაინი. და ვიცით რომ კოკაინია და ვიცით რა ხდება, ხო? ჩვენ არ ვიცით. თუმცა ჩატარდა ეს კვლევა საქართველოში, მაგრამ მონაცემები დღემდე არ ვიცით. თქვენც კი სპეციალისტებმა, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ. ბატონ ზურა, აი რომ შევაჯამოთ ძალიან ცელი თემა მესმის, მაგრამ გრძელ საუბარს სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში უჭირთ რომ მოისმინონ. მინდა რომ შევაჯამოთ ამ ფორმით. აი მაგალითად ხვალ რომ დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა. არ ვიცი, ვიღაცის თავში მოვიდეს რომ მოდი ბატონ ზურა სიხარულიძეს რაღაც ამ მიმართულებით უფიქრია. ვიცის. ან თქვენს პირობითად, თქვენს რომელიმე კოლეგას დაურეკონ და უთხრან რომ მოდით ერთად ვიმსჯელოთ, დავსახოთ გამოსავლის გზები და აი ხვალიდანვე რომ დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა, ხო? აი რეფორმა თავისი მთელი რაღაცა კომპლექსური ნაბიჯებით რომ განვითარდეს. აი არ ვიცი რამდენად პოზიტიურად
ოპტიმისტური თუ პესიმისტური იქნება თქვენი პროგნოზი, მაგრამ რომ გითხრათ, რა ვადებთან გვაქვს საქმე? აი, რამდენ ხანში შეიძლება რეალური შედეგი უკეთესობისკენ ვნახოთ? 10 წელიწადში შეგვიძლია დავდოთ სიტუაციის სტაბილიზაცია. თუ ყველაფერს გავაკეთებთ ის, რაც მე ვთქვი. ეს ყველაზე ცოტა თუ არა, მე ვამბობ, რომ ყველაზე ცოტა იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ სტაბილიზაცია, ავამუშავოთ ყველა სერვისი და შევძლოთ სიტუაციის სტაბილიზაცია, ანუ ის, რომ ჩვენ გვყავს ამდენი რაღაც ადამიანი, რომელსაც ჩვენ დავეხმარებით და ამდენი ადამიანი, რომელიც შეიძლება პოტენციურად დაიწყოს ნარკოტიკის მოხმარება, ხო? ანუ მე ვამბობ გაუმჯობესებასაც არ ვამბობ, სტაბილიზაციას ვამბობ, მინიმუმ 10 წელი. ანუ გამოდის დაგვიანებულია ახლა ჩვენი ნაბიჯი. არა, ყველა თავარია დავიწყოთ, შეიძლება არის რაღაცა ბაზა, რა თქმა უნდა. ეხლა მაგალითად 8 სკოლაში დღეს არის შეტანილი პროგრამა პრევენციის, რომელიც მუშაობს და ეს 8 სკოლა ძალიან ცოტაა, ხო? მაგრამ არის ჩანაცვლები თერაპიის პროგრამები, არის პოტენციალი ახალ, არის არასამთავრობოები, რომლებიც ზიანში მუშაობენ. ანუ რაღაცა გვაქვს. ან თლათ ეხა იმაზე არ ვიწყებთ მოტვლებილზე. მაგრამ რაც ვერაფერს ვერ დავიწყებთ კანონით თუ არ შევწევთ. ამ კანონის პირობებში ვერაფერს ვერ ვიზამთ. იმიტომ რომ ეს კანონი ყველა მომხმარებელს დევნის იატაკქვეშ. ის ადამიანები არ ამოდიან ზევით და მერე იწყება კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება, იაფასიანი ნარკოტიკების მოხმარება, მძიმე ნარკოტიკების, რომელიც არ არის რეგისტრირებული და ასე შემდეგ და ასე. რაც მოხდა 2006 წელს, როცა დაიწყო ნულოვანი ტოლერანტობა, თორე ვინ იცოდა სააფთიაქო ნარკოტიკი საქართველოში, ხო? ვინ იცოდა ის რაღაცა რო შემოვიდა ყაყაჩოს თესლი, რომელსაც ხარშავდა და მთელი საქართველო ყაყაჩოს თესლზე გადავიდა. ანუ შეხედეთ, რაც უფრო გამკაცრდება, მით უფრო იაფიანი ნარკოტიკის შემოვა, მით უფრო იაფასიანი ნარკოტიკის შემოვა, უფრო ტოქსიური, უფრო მძიმე და ასე შემდეგ. ყველა ეს კინონანახი გვაქვს ბევრჯერ. სამწუხაროდ ფინალი ყველა ამ ფილმის ენდი რო ეწერება ძალიან ცუდია. სამწუხაროდ არის ბევრი სიკვდილი, ბევრი დაავადებული, ბევრი ინფიცირებული, ბევრი დანგრეული ოჯახი, ციხეში უამრავი ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ფილმი გვაქვს ნანახი, არასოდეს კარგი შედეგი არ აქვს ამ ფილმს. ნეიტრალური შედეგი გვინდა, ნეიტრალური. თვათ ინდური ვარიანტიც არ გვინდა. ძალიან ისე რომ ვთქვათ ზედაპირულად, ან კანონი შეიცვალოს ისე, რომ დასჯაზე არ იყოს ორიენტირებული და იყოს ამ ადამიანებზე ზრუნვა და მე არ ვლაპარაკობ რეალიზატორებზე. რეალიზატორს უნდა მიესაჯოს ძალიან დიდი და მკაცრი სასჯელი. ხო, ესეც რო გასაგები იყოს, რომ აქ ჩვენ მე არასოდეს არ ვსაუბრობ რეალიზატორებზე, თუმცა ის რეალიზატორი ჩვენი საზოგადოების წევრი. და იმ ციხეში რო არის, ისე უნდა გაატაროს ის თავის ცხოვრება იმ ციხეში, რომ შეძლოს რეაბილიტირდეს. ანუ ეხლა დილერზე რო ვლაპარაკობ, ის სხვა ადამიანია. ის დამდებებიც ხო ჩვენი საზოგადოების წევრები არიან. ხო, ის ხო რა დავხრიტოთ? ხრიტავდა ეგერ ფილიპინელი პრეზიდენტი ქუჩაში მომხმარებლებსაც და არ არის ადამიანი, ძალიან იაფია, 1 ტყვია და აღარ არის პრობლემა. მაგრამ დღეს გაგაშიზის ეგერ ელოდება როგორ გაასამართლებენ ადამიანების წინააღმდეგ ესეთ ჩადენილი სისასტიკეების. ამ დროს მოხმარება ფილიპინებში ყველაზე ერთ-ერთი მაღალი. ბატონო ზურა, რადგან ამდენი გიფიქრიათ ამაზე და შეგიძლიათ ამ ასე ვთქვათ გამოსავლის გზების რაღაცნაირად ჩამოყალიბება, გამიჩნდა კითხვა, რომ მხოლოდ თქვენს კოლეგებთან, მეგობრებთან ან მედიასთან გისაუბრიათ ამაზე, თუ მაგალითად გისაუბრიათ აი ბოლო პერიოდში აი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს სანამ მიიღებდნენ ჩართული იყავით? ეხლა პირველ რიგში თქვა, როცა არასოდ არ დაგვიძახეს და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ეს ამბავი, იმიტომ რომ რატომღაც ჩაგთვალეს, რომ ვართ ლიბერალური, ფსევდოლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეები. ესე ჩაგთვალეს სამწუხაროდ იმ ადამიანს, თუმცა მათი გუნდის წევრებთან ერთად ვაკეთებდით ამ კანონს, რომელიც არ მიიღეს.
ანუ არ მიღებული კანონის ინიცირებას გვაბრალებენ, რომ ჩვენ გვინდოდა რომ ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკი ყოფილიყო, რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკის მომხმარებელი, ბევრი სიკვდილი, ზედოზირება და ანუ ჩვენ ეს გვინდოდა ძალიან. ორი სიტყვით რომ ანუ ამას გვაბრალებენ დღეს, არ დაუძახიათ. ბევრჯერ ყველა ტიპის მთავრობასთან მე 30 წელი ამ დარგში ვარ, ჩემი კოლეგებიც, ჩემი ხელები არიან თითქმის. ბევრი ომის ბრძოლის რაღაცა 10% მაინც გაგვიტანია. და 10-ის თვლიდით, რომ ძალიან დიდი მონაპოვარი იყო, რომ რაღაცა შევცვალეთ, ჩანაცვლება შემოვიტანეთ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყო, რაღაცა ნარკოტიკების დოზები რაღაცას შვებოდით, რაღაცას გვიჯერებდნენ. ეხლა ვართ ლიბერალური ფსევდოლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეები და ამიტომ არ გვიჯერებენ. ბატონ ზურაბ, ბოლოს ისიც რო გითხრათ ორი სიტყვით, რა შეიძლება რომ გააკეთოს მედიამ და რა შეიძლება რომ გააკეთოს საზოგადოებამ, აი გამოსავლის ნაწილში, ვინც მაგალითად ახლა გვისმენს და არ ვიცი, არც მომხმარებელია, შეიძლება არც მომხმარებლის ოჯახის წევრი, მაგრამ აი უნდა რომ რაიმე თავისი აგური, ასე ვთქვათ, დადოს. ცხოველს გათავის დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. და არ მოითხოვოს ამ ადამიანების დახვრეტა, მოკლა, დაჭერა, განადგურება, გაქრობა ამ ქვეყნიდან. აი ეს არის ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ. როცა მათი მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფოც დაფიქრდება, როცა მათი მოთხოვნა იქნება, რომ ამ ადამიანებზე ვიზრუნოთ, მაშინ სახელმწიფოც დაფიქრდება. სახელმწიფო ამ შემთხვევაში შეხედეთ, სახელმწიფო არ არის კონკრეტული ვიღაცა ადამიანები, ხო? ანუ ეს არის რაღაცა ამ წუთას რაღაცა პოლიტიკური ძალა თავისი იდეოლოგიით, რომელიც ასრულებს თავისი ამომრჩევლის დაკვეთას. ის ამომრჩეველი ეუბნება, დაიჭირე, მოკალი, გაანადგურე, გაქრეს, არ იყოს, აგრძალე და ესე გააკეთე. იმან რაქნას ის ეხა რო თქვას რომ იცი რა მე ეხა გავალაითებ ხო ის ამომრჩეველი რომ მიუვარდება და ეტყვის რომ მე შენ ეს გთხოვე და შენ ეხა ამას აკეთებ უწევს პოპულისტი არა ხო და ამიტომ უწევს ამის კეთება ანუ ეს არის იძულებული ეხა რომ ასეთი პომპეზურობით აცხადებენ ამ კანონის გაუარესებას ხო ეს ნიშნავს რომ თავის ამომრჩეველს უკეთებენ ხო და არც პოლიტიკა რომელიმე ოპოზიციური პარტია შეეწინააღმდეგე არც ერთი იმიტომ რომ მათაც ესეა ზუსტად იგივე აზრი აქვს ხვალ რომ მოვიდეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ზუსტად იგივეს იზამს იმიტომ რომ ეს არის ის დაკვეთა რომელსაც იძლევა საზოგადოება სამწუხაროდ და მედიის როლი, ჟურნალისტების როლი, ჩემი როლი ამ პოდკასტზე რა დავდივარ ამ პოდკასტს თქვენ გონიათ, ეხლა ცოტა საქმე არ მაქვს და მინდა რაღაც არ მჭირდება, იმიტომ რომ ნამდვილად ის არის. ბევრი საქმე მაქვს ძალიან. დავდივარ, იმიტომ რომ შევცვალო დამოკიდებულება ადამიანების ამ პრობლემის მიმართ. ბევრი ჰეიტერია, ბევრი იძახის რომ უნდა დამიჭირონ, იმიტომ რომ მე პოპულარიზაციას ვახდენ. პროპაგანდას, მაგრამ მე ამ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრე 30 წელი. მე ეს ადამიანები არიან ყველაზე ჩემი დიდი მასწავლებლები. მათ მასწავლეს, როგორ უნდა ამ პრობლემას შეხედო. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კარგია რომ დადიხართ და ღიად საუბრობთ ამ თემაზე. არ არის ხშირი, რომ ამ რაღაცა ტაბუდადებულს ჩვენი საზოგადოებისთვის ამ თემებს ესე ღიად მოკლედ ხსნიან. დიდი მადლობა, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ და იმედია რომ საინტერესო იყო თქვენთვის ის გამოსავლის გზები, რაც ბატონმა ზურამ შემოგთავაზა და იმედია რომ ჩვენი ქვეყანაც ადრე თუ გვიან დაადგება ამ გამოსავლის გზას. მადლობა, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე და თვალიადევნეთ ჩვენი პოდკასტის შემდეგ ეპიზოდებს.